საღამოშვიდობის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე თქვენ თავისუფალ ტრიბუნას უყურებთ. სტუდიაში თამარ ფიროსმანიშვილი მუშაობს. რაც შეეხება ჩვენს სტუმარს, ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ისეთ მოპაერთიან ნაციონალურ მოძრაობას, სწორედ ამ პარტიის წარმომადგენელი ხალბატონ ნინო კვიტაიშვილია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ძალიან დიდი ხანია, რამდენიმე თვეა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავისუფალი ტრიბუნა არ გამოუყენებია სამწუხაროდ და დიდი მადლობა რომ დღეს მობრძანდით. ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ და პირველ რიგში სწორედ იმ მოვლენებზე, რაც ხდება დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეგრეთ წოდებული ბაქრაძე, ბოკერია, უგულავას გუნდი ასახელებს რამდენიმე საკითხს, რის გამოც ეს პარტია ორად გაიყო. თუმცა სადაც მათ მიერ დასახელებულ ამ ვერსიებზე ვისაუბრებთ, იქამდე მინდა თქვენი პოზიცია მოვისმინო, რატომ გაიყო პარტია ორ ნაწილად. მოგესალმებით. მადლობაც მოგახსენეთ მოწვევისთვის და ძალიან ვწუხარ თუ მართლაც არ იქნა გამოყენებული ხანგრძლივი დროის მანძილზე თქვენი ეთერი პარტიის მიერ. არა, ეს ნამდვილად ასე ჩვენ არაერთი გადაცემა გვაქვს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ვამბობთ, რომ იყავით მოწვეული, გეთმობოდათ სწორედ თქვენ, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოიყენეს ჩვენი. არის ნამდვილად შეცდომა ჩემი შეფასებით. რაც შეეხება თავად ასე ვთქვათ მიმდინარე მოვლენებს, საზოგადოებამ იხილა გუშინ ზუსტად წერტილი დაესვა ასე ვთქვათ იმ მიმდინარე პროცესებს, რაც პარტიის შიგნით ვითარდებოდა. გარკვეული ჯგუფი ასე ვთქვათ გავიდა პარტიიდან და მათ დაანონსეს უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში უკვე დარჩენილი ასე ვთქვათ გუნდი მუშაობთ ვემზადებით უპირველეს ყოვლისა 20 იანვრის ფართომასშტაბიანი მრავალათასიანი ყრილობისათვის, რომელიც ვფიქრობ, რომ იქნება პარტიის განვითარებისა და წინსვლის, ასე ვთქვათ, საუკეთესო საწინდარი. თუმცა, რაც შეეხება მიზეზებს, ისე რომ დავუბრუნდეთ, რა იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც ვერ მოახერხა შეთანხმება პარტიის ძირითადმა ნაწილმა? და რამაც განაპირობა ის, რომ დღეს უკვე ორად არის გაყოფილი ერთდროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მოგეხსენებათ, რომ მათი მხრიდან რამდენიმე საკითხია დასახელებული. პირველი ეს არის, როგორ უნდა მომხდარიყო წარსულის შეფასება, ანუ იმ პერიოდის შეფასება, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში. შემდეგი არის არჩევნების წაგების საკითხი, ვინ როგორ აღიქვა, ვის რა მოლოდინი ჰქონდა, უნდა შესულიყო თუ არ უნდა შესულიყო პარტია პარლამენტში და კიდევ ერთი ეს არის მომავლის ხედვები. აქაც როგორც ჩანს ვერ მოხერხდა დამთხევა პოზიციების და შეფასებების. თქვენ რას დაამატებდით, ან ეთანხმებით თუ არა მათ მიერ დასახელებულ მიზეზებს? რა თქმა უნდა, იყო ამ შემთხვევაში პროცედურულ საკითხებზეც, იყო მრავალათასიან ყრილობასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა კონკრეტულად იმ გუნდის მხრიდან, რომელიც გავიდა გუშინ პარტიიდან. რა თქმა უნდა, იყო სხვა გვარი შეფასებები, ასე ვთქვათ, არჩევნებთან დამოკიდებულებაში, ის რომ მაგალითად მე გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ასე ვთქვათ პირდაპირ შეხება მქონდა წინასაარჩევნო პროცესთან, რადგან დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომლის წამოწევად შეიძლება სწორედ აი იმ წინასაარჩევნო პერიოდიდან თუ რატომ წავაგეთ არჩევნები. ანუ ეს არჩევნების წაგება როგორ შეფასდა გუნდში, სწორედ ამის კითხვა მინდა შეფასების საკითხს ვუბრუნდები. ფიქრობთ თუ არა რომ პარტიის წაგება ესე ვთქვათ არჩევნებში გამოიწვია მხოლოდ იმან რომ ვთქვათ გაყალბებებზე როდესაც არის საუბარი, ან ტოტალური გაყალბების გამო დარჩა ნაცმოძრაობა უმრავლესობის გარეშე და შევიდა როგორც უმცირესობა. თუ რეალურად ის შედეგი დადგა და იმდენი ადამიანის მხარდაჭერა მიიღო, რამდენიც რეალურად ჰყავს ქვეყანაში ნაციონალურ მოძრაობას. შესაძლოა ამ გაყალბების გამო თქვათ 1-2%-ზე იყოს საუბარი და დამარცხება მაინც გარდაუვალი იყო. თუ ფიქრობთ, რომ ტოტალური გაყალბება მოხდა და ამ ეს გაყალბება რომ არა, მაშინ ნაციონალური მოძრაობა ისევ დაბრუნდებოდა როგორც მართველი ძალა. ჩვენ მივიღეთ ფაქტობრივად 9 მილიონი ამორჩევლის ხმა. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ხმები ბევრად მეტი იქნებოდა. იყო რა თქმა უნდა, როგორც გაყალბება, ასევე იყო ფაქტობრივად ყველა მეთოდი გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მარცხისათვის. ეს გახდათ ამორჩევლის მოსყიდვით დაწყებული კრიმინალური სამყაროს ჩართვა, ასე ვთქვათ, პროცესებში, იგივე ნარკოტიკული საშუალებების, ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი გამოყენება თუნდაც აი რაიონში, რასაც მე ვხედავდი, დაკავებებისთვის გულისხმობთ ამას? იცით რა, რეალურად ვხედავდი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწორედ აი იმ წინასაარჩევნო პერიოდში
ყოველ შემთხვევაში ჩემი ეჭვი ასეთია, რომ იყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და ეს გარკვეულწილად წახალისებული იყო, რადგანაც დაკავების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. იყო გარდა ამისა, ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიითაც ძალადობრივი აქტები, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინა საარჩევნო პერიოდში. ანუ აქ არ არის ერთი გამოწვევი მიზეზი, ბუნებრივია და გააჩნია გაყალბებას ვირას დავარქვევთ. თუ უშუალოდ დაუშვათ უბნების გაყალბებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტებიც იყო. მაგრამ იყო უფრო მძიმე, ასე ვთქვათ, წინა საარჩევნო პერიოდში, რაც მოგახსენეთ, რამაც გამოიწვია საბოლოო ჯამში ის შედეგი. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ამორჩეველი გამოთქვამდა გულის ტკივილს, რომ პარტიამ ვერ შეძლო მათი ხმების დაცვა. და იმ შემთხვევაში თუ არ შევიდოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში, ჩაითვლებოდა თუ არა, რომ მოხდა ამ ამორჩევლის ხმების დაცვა? ვიცით რა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩვენ შევდიოდით პარლამენტში, აქ მეორე საკითხი იყო მეორე ტურებში მონაწილეობის საკითხი. პირადად მე მივიჩნევ, რომ მეორე ტურებში მონაწილეობა ფაქტობრივად აბსოლუტურად აზრს მოკლებული იყო და ახლობით ისეთი სურათი იყო, როგორც აი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, იმიტომ რომ უკვე ნათელი იყო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. შესაბამისად, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ნამდვილად შევიდა წარმომადგენლობა პარლამენტში, მაგრამ მეორე ტურების საკითხი კი ნამდვილად, ასე ვთქვათ, რჩებოდა კვლავ დავისაკითხად. კი ბატონო, ბოლო პერიოდში, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ისმის ურთიერთბრალდებები და ურთიერთკრიტიკა ამ გაყოფილ გუნდებს შორის და არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახელიც. რეალურად არის თუ არა რაიმე გარეშე ძალა ჩართული იმაში, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაყოფილიყო ორად? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ოცნება და ზოგადად ოცნების ოცნება გახლდათ ის, რომ დაენგრია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რაც ფაქტობრივად მათ ვერ შეძლეს და ჩვენ ამას 20 იანვარს კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, როცა წავდგებით საზოგადოების წინაშე ჩვენი ფართომასშტაბიანი, ასე ვთქვათ, თავისი დემოკრატიულობით გამორჩეული ყრილობითა და უკვე შემდგომ ამ ყრილობის შემდგომი შედეგებით, ასე ვთქვათ, მოსახლეობას ვაჩვენებთ, თუ როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ საქართველოს მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ნამდვილი კეთილდღეობისათვის და არა ოცნების მიერ დაანონსებული კეთილდღეობისათვის, რომელმაც ფაქტობრივად ყველა იმედი გაუცრუა მოსახლეობას. რაც შეეხება თავად მიმდინარე, ასე ვთქვათ, პროცესებს, აი ამ ყრილობისთვის მზადების ნაწილში, იმდენად მაღალია გამოხმაურება რეგიონებიდან დელეგატების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობების სახით, რომ ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ვუპასუხოთ ხალხის მოთხოვნას და ასე ვთქვათ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უბრუნდება თავის ფესვებს და ის კვლავ ხდება სახალხო მოძრაობა. ეს არის საკმთავარი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სურვილს, ის რომ დაენგრია, მან ეს ფაქტობრივად ვერ მოახერხა და მე ძალიან იყო ეს მხოლოდ სურვილი დამოუკიდებლად თუ მოხდა რეალურად რაიმე ტიპის ჩარევა? იცით რა არის, მე ვერ გეტყვით ახლა, იმიტომ რომ არგუმენტებით უნდა ვისაუბროთ. ალბათ ერთი რაც აშკარად გუშინ ძალიან გამიკვირდა და ძალიან უცნაური რამ იყო ბატონი გიგი უგულავას გამოსვლაში, საზოგადოება მოისმინა, რომ მან ბიძინა ივანიშვილი მგონი მხოლოდ ერთხელ ახსენა და მთელი თავისი გამოსვლა და ასე ვთქვათ აგრესია ფაქტობრივად მიმართა მიხეილ სააკაშვილის სახელის შემღალვისკენ, რაც აბსოლუტურად გაუგებარია და ზუსტად ნიკა მელიამ აღნიშნა კიდეც, რომ ივანიშვილმა დაიჭირა, ივანიშვილმა გაათავისუფლა და საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე. ანუ ცოტა რა თქმა უნდა უცნაურია. თუმცა რა თქმა უნდა მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, ახლა თქვენ ალბათ გარიგებაზე საუბრობთ. კი, რაზეც ძალიან აქტიურად მიდის ხოლმე. ნამდვილად ამას სჭირდება არგუმენტები და ასე ვთქვათ, ამის არგუმენტირებისგან თავშევიკავებდი ამ etapზე. გასაგებ ერთის მხრივ პარტიის ერთი ნაწილი ამბობს და ახსენებს ყოფილი პრემიერის სახელს და გვარს, როდესაც საუბრობენ სწორედ გაყოფის საკითხზე, თუმცა მეორეს მხრივ დაპირისპირების მიუხედავად ორივე მხარე ამბობს იმას, რომ მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ იბრძოლონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რა საკითხებია ისეთი, რაზეც სამომავლოდ ფიქრობთ, რომ შეთანხმება მოხდება ამ გაყოფილ გუნდებს შორის? ფაქტი ერთია, რომ ჩვენ უკვე ეს ნაწილი უნდა დავასრულოთ, უკვე დაესვა პრინციპში წერტილი, გუშინ წყალგამყოფი დღე იყო, როგორც ვიხილეთ და შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა
ასე ვთქვათ, მთელი ჩვენი რესურსი, ენერგია მივმართოთ იქეთკენ, რომ რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, სერიოზული დისკომფორტი შეუქმნათ მოქმედ ხელისუფლებას, დისკომფორტი იმ გაგებით, რომ მათ ნაკლები მავნებლური პოლიტიკა გაატარონ საკუთარი მოსახლეობის მიმართ. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ფრთას, რომელიც გავიდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ფსევდოოპოზიციურ ძალად არ ჩამოყალიბდებიან და თავის ენერგიას, როგორც განაცხადეს, მიმართავენ სწორედ რეჟიმის წინააღმდეგ, ამ არსებული, ასე ვთქვათ, ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს დასახელდა, რომ პარტიის უბრალოდ ხო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციები, ორი ფრაქცია, რომელიც მათ აქვს საკანონმდებლო ორგანოში, უკვე სხვა სახელით იქნება, ერთი იქნება ევროპული საქართველო, ხოლო მეორე იქნება ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის. რაც შეეხება ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას, სწორედ ამ სახელწოდების ფრაქციას შეიქმნება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში და ვინ შეიძლება იყოს ამ პარტიის საკანონმდებლო ორგანოში, ისევე როგორც თბილისის ასე ვთქვათ საკრებულოში, ჩვენ გვეყოლება ფრაქცია, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი აკლია იმას, რომ შეიქმნას შედგეს ფრაქცია ჩამოყალიბდება. ხუთი ადამიანის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა ის ერთი არის უკვე კითხვის ნიშნის. ფრაქცია ნამდვილად იარსებებს, ასე ვთქვათ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კეთილის სურვილებს და მხარდამჭერებს შეუძლიათ, ასე ვთქვათ, მშვიდად იყვნენ, იმიტომ რომ ნამდვილად იქნება ორივე ორგანოში წარმოდგენილი ფრაქციის სახით. კი ბატონო, რაც შეეხება ყრილობას, მოდით უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ საკითხზე. ერთის მხრივ ხშირად გვესმოდა, რომ ყრილობის თემაც თითქოს დაპირისპირების მიზეზი იყო. იქნებოდა ის ფართომასშტაბიანი, იქნებოდა ის უფრო ვიწრო სპექტრში ჩატარებული. თქვენ თქვით, რომ როგორც იქნა ნაციონალური მოძრაობა უბრუნდება ხალხს. თქვენს განმოყოფილი გუნდი პირიქით ამბობს, რომ თქვენ ჩამოშორდით ხალხს თქვენი ვენებით, ანუ გულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ეგრეთ წოდებული სააკაშვილის ფრთის წევრებად მოიაზრებიან და აღარ უსმენდით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს. ნამდვილად ვერ ვიტყოდი ასე, დღიდან ჩემი ჩართვისა პოლიტიკაში, მე ზუსტად რაც მუდმივად ვაკეთებდი, ეს იყო კომუნიკაცია ხალხთან. ერთი დღე ფაქტობრივად არ დამითმია განსაკუთრებით რა თქმა უნდა წინა საარჩევნო პერიოდში არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ მქონდა შეხვედრები გარდაკარი მოსახლეობასთან და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ გურიაში პულსზე მეტო ხელი, რით ცხოვრობდა ხალხი, რით არსებობდა, რა სტკიოდა, როგორი იყო პენსიონერის მდგომარეობა, როგორი იყო სოციალური დაუცველის მდგომარეობა და ის გუნდი, ასე ვთქვათ, რომლის წევრის დღესდღეობით მე ვარ, სწორედ გამოირჩევა ამით, ზუსტად იგივე დამოკიდებულებით ხალხისადმი და ჩვენ ვიხილეთ გუშინ, ალბათ, ასე ვთქვათ, თქვენც იხილეთ, ის რომ ოფისთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ესე სპონტანურად თავად მოვიდნენ ჩვენი მხარდამჭერები საღამო ხაზს, ჩვენ შევხვდით მათ და სწორედ ეს ღია იქნება ყოველთვის ჩვენი ოფისი ნებისმიერი ჩვენი მხარდამჭერისა და ნებისმიერი მოქალაქისათვის. ასე რომ ის რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობას ახასიათებდა და რაც მე მომწონდა მასში ჯერ კიდევ სწორედ დასაბამი და მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიყავი პოლიტიკაში აქტიურად ჩართული და გავხდით საერთოდაც განათლების სპეციალისტი და განათლების სფეროში საქმიანობდი, სწორედ ეს მომწონდა ის, რომ მას ჰქონდა სახალხო მოძრაობის სახე და ის იდეა, რომელიც ასე ვთქვათ, ფუძემდებელი სწორედ მიხეილ სააკაშვილი გახლდათ, ის რომ ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყოს სწორედ სახალხო მოძრაობა, სწორედ ეს ვხიბლავდა მე და ამიტომაც აღმოჩნდი ზოგადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში და არა რომელიმე სხვა პოლიტიკურ ფრთაში. რაც შეეხება ოციანურის ყრილობას, იქნება თუ არა ის მართლაც ისეთივე ფართომასშტაბიანი, როგორც გეგმავთ და წარმოგიდგენთ თქვენი მოლოდინები შესრულდება თუ არა? დიახ, ერთ-ერთი სწორედ ესე ვთქვათ, განხეთქილების ერთ-ერთი პუნქტი იყო სწორედ ეს 2000-იანი თუ 7000-იანი ყრილობა, ну მოგეხსენებათ, რომ საბოლოო ჯამში გადაწყდა აპოლიტ საბჭოზე 7000-იანი ყრილობა. ეს არის ძალიან წარმომადგენლობითი, ძალიან ესე ვთქვათ, დემოკრატიული პრინციპებით შერჩეული დელეგატები, იქნებიან წარმოდგენილი სპორტის სასახლეში და ნამდვილად იქნება ფართომასშტაბიანი, ნამდვილად იქნება საინტერესო და ნამდვილად იქნება ფაქტობრივად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის განვითარების და განახლების რეალური დღე სწორედ 20 იანვარი. ხომ არ ფიქრობთ, რომ 59 ადამიანის გარდა, რომლებმაც გუშინ დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კიდევ შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც მოინდომებენ მეორე გუნდთან თანამშრომლობას და არა თქვენთან? იცით რა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობას გავლენას იმ გეგმებზე, რომ ყრილობა იყოს მრავალათასიანი და ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც თქვენ გაქვთ დაგეგმილი. წლების მანძილზე
და არაერთი წელია უკვე ჩვენ ხედავდით, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მოდიოდნენ წევრები და ასევე მიდიოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და საკმაოდ, ასე ვთქვათ, ისეთი ადამიანები წასულან, რომლებიც მართლაც ძიმეწონიან, როგორც უწოდებენ, პოლიტიკოსებად მიიჩნეოდნენ და შესაბამისად ახლა გამორიცხვა არაფრის შეიძლება, ყველა აკეთებს თავის არჩევანს, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, ვარ იქ, სადაც ვთვლი, რომ უნდა ვიდგე, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი ღირებულება არის ის იდეა, რასაც წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. დღეს დგას თუ არა ეს საკითხი, რომ ერთი ადამიანის, ერთი წევრის გადაწყვეტილებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გუნდისთვის. გულისხმობ იმ გუნდებს, რომელიც გაიყო ამ ნაციონალური მოძრაობიდან. ეს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? იცით რა, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, რომ თქვენი მხარდამჭერია და არ შესწორეთ თქვენი. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი მხარდამჭერი ადამიანი აქ მხარდაჭერა დგას რეალურად იდეის გულშემატკივრობაზე. ან ხარ ამ იდეის გულშემატკივარი, ან არ ხარ. თუ იდეის გულშემატკივარი არ ხარ, ბუნებრივია ხელოვნურად ნებისმიერი ადამიანის შენარჩუნება არის აბსოლუტური სისულელე. ამიტომ ჯობს ვინც მიიჩნევს, რომ ის არ არის ამ იდეის გულშემატკივარი და ის არ არის, ასე ვთქვათ, ქვეყნის განვითარების მომხრე, იმიტომ რომ მე მივიჩნევ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობას აქვს სწორედ ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება და მოემსახურება მომავალში. რა თქმა უნდა, ის ალბათ დატოვებს პარტიას და წავა სხვა ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ ან პირიქით სამთავრობო. რა გავლენას მოახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე შექმნილი ვითარება, როგორც ერთი, ისე მეორე გუნდისთვის? თქვენ როგორ შეძლებთ დაარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ იმის მიუხედავად, რომ ლიდერთა გარკვეული ნაწილი უკვე პარტიის მეორე მხარეს დგას, ხმების მოპოვებას თქვენ როგორ მოახერხებთ, როგორ შეძლებთ დაარწმუნოთ, რომ მათ გარეშეც შეძლებთ მოსახლეობის პრობლემას? მოდით ასე შევხედოთ საკითხს. ის ელექტორატი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობას ყავდა, აი ეს 500,000 ხმა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, გამომდინარე იქედან, რომ მე თავად ვიყავი მოსახლეობასთან განმეორდები და ვიტყვი, ასე ვთქვათ, პირდაპირ კონტაქტში, მე ვხედავდი ისინი რას უჭერდნენ მხარს და რას აძლევდნენ ხმას. რეალურად ისინი სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იყვნენ და რეალურად ისინი ლიდერად აღიარებდნენ მიხეილ სააკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტევნილია დღის მდგომარეობით. ამიტომ ბუნებრივია, რომ მე ასევე ღრმად ვწამს იმის, რომ ეს ელექტორატი იქნება არათუ შენარჩუნებული, არამედ ბევრად უფრო მეტი უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. ან თქვენ ფიქრობთ, რომ გამოყოფილი გუნდის წევრები პრაქტიკულად ხელს გიშლიდნენ ამომრჩეველთა ხმების მიღებაში, ამას გულისხმობთ ამის თქმას? არა, მე ეს არ მithქვამს, ისინი ჩვენი თანაგუნდელები იყვნენ და შესაბამისად ხელის შეშლა ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში, რაც მე ვარ პოლიტიკაში ჩართული, ხელის შეშლა მე არ მიგრძნია ნამდვილად და არ მინახავს. უბრალოდ მე ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ გაიყოფა ეს ელექტორატი, იმიტომ რომ შეიძლება საზოგადოებას მიაჩნია, რომ ეხლა რადგან ნაწილი გავიდა პარტიიდან, თითქოს აი რაღაც ნაწილი ელექტორატის და შეიძლება მსხვილი რაოდენობა მიაჩნია ვიღაცას, გადავა იქეთ. მე ესე არ ვთვლი, იმიტომ რომ აი ამ 500,000 ამორჩევლიდან ძალიან მაღალი პროცენტი რეალურად არის სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი, ანუ იმ ძირითადი იდეისა და ხაზის, რომელიც, ასე ვთქვათ, რომელიც დღეს ჩვენი სახით, ანუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდის სახით იქნება, ასე ვთქვათ, გამტარებელი, უბრალოდ უკაცრავად ვერ ჩამოვაყალიბე კარგად, მაგრამ ხო, ანუ იმ იდეის გამტარებელთა გვერდით დადგება, რომელიც დღეს რჩება ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ საბოლოო სცენარი შესაძლოა სულ სხვანაირი აღმოჩნდეს და საბოლოოდ ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აქამდე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს, სულ სხვა მესამე პარტიის მხარდამჭერი აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში. თუნდაც მართველი ძალის ან სხვა რომელიმე პარტიის. ზოგადად ქართული პოლიტიკური რეალობა ძალიან შეიცვალა არჩევნების შემდეგ. ძალიან ბევრი პარტია, რომელსაც საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა, დაიშალა და ვნახეთ, რომ ძალიან ბევრმა ლიდერმა დატოვა საკუთარი პოლიტიკური გუნდი. დიახ, ჩვენ ეს ვიხილეთ სულ ახლახანს, თუმცა ერთი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან
ბევრი ადამიანი დღეს მე მეუბნება, ისინი ვინც თუნდაც ხელისუფლებას მისცა ხმა, რომ ისინი ძალიან შეცდნენ, არიან იმედგაცრუებულნი და ფაქტობრივად თითქმის სასოწარკვეთილებამდე მისულნი, ისეთია ქვეყანაში ეკონომიკური თუ კრიმინოგენური სიტუაცია, რომ დღეს ძალიან ნანობენ, რომ ხელისუფლებას დაუჭერეს მხარი. ასე რომ შესაძლოა ეს ადამიანებიც იცვლიან აზრს და ხდებიან სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ანუ გამორიცხული არაფერია თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და შეიძლება ვიღაც გახდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერი, ანალოგიურად შეიძლება უფრო მეტი პროცენტი გახდეს სწორედ ჩვენი მხარდამჭერი. დაპირისპირებული მეორე მხარე ამბობს იმასაც, რომ ეგრეთ წოდებული სააკაშვილის მხარდამჭერთა გუნდს არ სურდა შეცდომებზე საუბარი. და ცდილობდა, რომ წარმოეჩინა ეს, რომ თითქოს არაფერი ცუდი იმ 9 წლის განმავლობაში, შესაძაც მართლობაში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ცუდი არაფერი მომხდარა იმ პერიოდში. ხოლო მეორე მხარე ცდილობდა, რომ საკუთარ შეცდომებზეც ესაუბრა. არის თუ არა რეალურად ეს ასე და ხარ თუ არა მზად იმისთვის, რომ თქვათ გარკვეულ შეცდომებზე, რაზეც მიგითითებდნენ, თქვათ, რაც ისმოდა ამ მრჩევლის და საზოგადოების მხრიდანაც აი ამ შეცდომებზე თავადაც ისაუბრეთ. ჩვენ მოდივად საუბრობდით როგორც ჩვენს წარმატებებზე, ისე ჩვენს შეცდომებზე. არც ერთი შემთხვევა მე პირადად არ მახსენდება, როცა გავურბოდით რაიმე კითხვაზე პასუხის გაცემას. ნებისმიერ საკითხზე, იყო ეს მტკივნეული თუ ნაკლებ მტკივნეული, ჩვენ ვიძლეოდით პასუხს, ასე რომ მე ვერ ვიხსენებ ნამდვილად შემთხვევას, როცა ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი გაურბოდა რაღაცას თქვათ ასეთ მსხვილ თემებზე საუბარს. თქვენ პირადად სად განაგრძობთ მოღვაწეობას? თქვათ ალბათ ეს ყველაფერი უკვე ოციანურის შემდეგ, ყრილობის შემდეგ გაირკვევა, თუმცა სად აპირებთ და როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი პოზიციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში? მე განათლების დარგის სპეციალისტი ვარ, ამ სფეროში ვსაქმიანობდი ფაქტობრივად 20 წელზე მეტხანს სხვა პოზიციებზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პარტია სწორედ ამ კუთხით გამოვადგები, ისევე როგორც აქტიურად ვიქნები ჩართული ქალთა ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, განვითარებისა და უკვე შემდგომი ახალი პერსპექტივების, ასე ვთქვათ, წესვლის საქმეში. კი ბატონო, რა იგეგმება ქალთა ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით? ამის შესახებაც სოციალურ ყრილობაზე განვეცხადებთ, ჩვენ გეგმავთ ასე ვთქვათ, ასევე ქალთა ორგანიზაციის ყრილობას, ვფიქრობთ გაფართოებას, არსებობს რაიონები უფრო სწორად, სადაც არ გვაქვს ჯერ ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული ქალთა ორგანიზაცია, იქ აუცილებლად დავფუძნდებით და ზოგადად, ასე ვთქვათ, უფრო ფართო მასშტაბიას გავხდით, სწორედ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ჩართული საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელი შეუწყოთ სწორედ მათი ინიციატივების ახალისებას და მათ ჩართულობას. რაც შეეხება რეგიონებს, რომელიც თავად ახსენეთ, როგორც წესი საკმაოდ სხვა რეალობა გვაქვს ხოლმე. როგორ ფიქრობენ თქვენს გუნდში, სად არის ყველაზე სუსტი წერტილი, ესე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელი რაიონი შეიძლება რომ გამოვყოთ ამ მიმართულებით? ესე ნამდვილად ვერ გამოვყოფდი. ყველა რაიონს აქვს თავისი სპეციფიკა. მე შემიძლია ვთქვა, რომ გურიაშიც ბევრი რამ არის, ასე ვთქვათ, გასაკეთებელი სამუშაო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობას და მის სიძლიერეს ან სისუსტეებს კონკრეტულ რეგიონში. ვერ გამოვყოფდი ასე, იმიტომ რომ ყველგან არის ძლიერი და სუსტი მხარეები, სუსტ მხარეებზე საჭიროა მუშაობა, ხოლო ძლიერი მხარეების კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, განვითარება და წამყვლის. კი ბატონო, ქალბატონია, თქვენ თქვით, რომ განათლების სფეროს სპეციალისტი ხართ, მოდი სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბროთ, უკვე რამდენიმე წელია სტუდენტები თხოვენ სისტემურ ცვლილებებს უშუალოდ განათლების სფეროში, თუმცა ჯერჯერობით ეს ცვლილებები არ გვინახავს და არც გეგმა გვინახავს, თუმცა ძალიან ხშირად გვესმის მართველი გუნდის მხრიდან, რომ განათლება არის პრიორიტეტული. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს? ძალიან წუხარ ხოლმე, როცა ამ საკითხზე მიწევს, მართლაც წუხილით მიწევს საუბარი, იმიტომ რომ მე ალბათ ერთ-ერთი იმ დიდ გულშემატკივართა შორის ვარ, ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით შესწირვა გული განათლების სისტემაზე და არა მხოლოდ სტუდენტებს, როგორია ვითარება სკოლამდელ განათლებაში, როგორია ვითარება ზოგად განათლებაში და შემდგომ ეს ხომ ციკლი, ანუ მთელი ჯაჭვი არის, ასე ვთქვათ, რომელზეც რეალურად მართლაც დგას სახელმწიფო, იმიტომ რომ თუ განათლების საკითხი მართლაც არ იქნება პრიორიტეტული, მოგეხსენებათ ქვეყნის განვითარება, მხოლოდ ასე ვთქვათ, სალაპარაკო თემა დღე იქნება დარჩენილი. რაც შეეხება
თავად ეხლა რაც ხდება განათლების სისტემაში, ალბათ ყველა ხედავთ ის, რომ კომბლეზე და ნაცარქექიაზე საუბარს ფაქტობრივად ვერ გაცდა განათლების მინისტრის, ასე ვთქვათ, ღია საჯარო გამოსვლები. რაც შეეხება თავად პრობლემებს, ყველაზე მსხვილი პრობლემები მაინც ზოგად განათლებაშია, ასე მივიჩნევ, ისევე როგორც მეცნიერებაში, იმიტომ რომ მეცნიერების დაფინანსება არის ძალიან მწირი და მეცნიერების დაფინანსების ზრდის გარეშე თავისთავად ძალიან რთული იქნება. თქვენ რა ინიციატივები გაქვთ, რას შესთავაზებდით განათლების სფეროს, რომლის პოზიციებიც არ მოგწონს სხვა ზღაპართან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა, ზღაპართან დაკავშირებით მას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ ასე ვთქვათ, უფლებაც აქვს, რომ საჯაროდ გამოხატოს ეს პოზიცია. არა, გასაგებია, მაგრამ უფრო ბევრად მტკივნეული, ასე ვთქვათ, საკითხები აქვს გადასაჭრელი და ჯობს თავისი ენერგია და რესურსები მიმართოს იმ საკითხების გადაჭრისკენ. ძალიან ბევრი რამ არის. იგივე მასწავლებლთა პროფესიული განვითარების მიმართულება, სქემა, რომელიც თავს მოახვიეს პედაგოგებს და რომელიც ფაქტობრივად მათთვის რუტინად იქცა და რეალურად განვითარებას არ ემსახურება. ზოგადი განათლების ხარისხი, როგორია სკოლებში, ამის შესახებ ყველა მშობელი საუბრობს, განსაკუთრებით საჯარო სკოლებზე კეთდება, რა თქმა უნდა, აქცენტი. როგორია სკოლამდელი განათლების საკითხი და ასე ვთქვათ, როგორ არ არის გააზრებული ის, რომ მა უნდა იყოს და მთლიანად ციკლი უნდა იყოს წარმოდგენილი განათლებაში. ძალიან ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ერთი ეთერიც კი არ იქნება მისთვის საკმარისი, რომ ბოლომდე ვისაუბროთ და რა თქმა უნდა, ის რაც სტუდენტებს აწუხებთ, რეალურად მოგეხსენებათ უმაღლეს სასწავლებლებშიც ისინიც მუდმივად უჩივიან განათლების ხარისხს, განსაკუთრებით ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში და გარდა ამისა თვითმმართველობების მიმართულებით რა პრეტენზიებსაც გამოთქვამენ, აუცილებლად ასე ვთქვათ, გორაცაღებია. ქაბატონო, იმ პერიოდში, როდესაც თქვენ იყავით დასაქმებული სწორედ ამ მიმართულებით და მაშინ მმართველ ხელისუფლებაში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რა მოხდა ისეთი, ანუ გულისხმობ რეფორმებს განათლების სისტემაში, რაც შემდეგ ისე არ გაგრძელდა, რომ დღეს გქონოდა უკეთესი შედეგი? მოგხსენება ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას ყველა აღნიშნავს, იყო ერთიანი ეროვნული გამოცდილება, რომელმაც ფაქტობრივად ის კორუფციული სქემა, რაც არსებობდა ამ მიმართულებით, ძირფესვიანად აღმოფხვრა. მოგხსენებათ, ამავე პერიოდში იყო პირველი დემოკრატიული წესით სკოლის დირექტორთა, ასე ვთქვათ, გამოცდები და შემდგომში უკვე არჩევნები, როცა სამეურვეო საბჭოებზე, ასე ვთქვათ, იქნა მინდობილი სკოლის დირექტორთა არჩევა და სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ვის უნდა ემართა სკოლები. ეს რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ამ ტიპის გადაწყვეტილება? იცით რა არის, სამეურვეო საბჭოები, რომ არ წასულიყო შემდგომში მათი დასუსტება, ანუ რომ გაძლიერებულიყო ისინი და პირიქით არ წასულიყო შესუსტებისკენ, ნამდვილად გამოიღებდა შედეგს, იმიტომ რომ რეალურად სწორედ თვითმმართველ რგოლებს შეუძლიათ ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარებაზე ზრუნვა. და დღესდღეობით სამეურვეო საბჭოები ფაქტობრივად დირექტორების ხელთ არის და ისინი მაკონტროლებელი სულაც არ არის დირექტორის საქმიანობის. ანუ ფაქტობრივად უკვე ვახინჯი ფორმა მიიღო და საჭიროა კვლავ-ძირეული რეფორმები ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი რამ იყო, იგივე მაგალითად ხა ეს მესმის რომ წვრილმანია, მაგრამ საათობრივ ბადისთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებასთან დაკავშირებით, როგორც სასკოლო სივრცეში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში. შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ამ თემაზე. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ საფუძველი იმისთვის, რომ დღეს უკეთესი ვითარება ქონდა განათლების სფეროში იმ პერიოდში ჩაიყარა. როგორ ფიქრობთ, ის თქვენს მიერ ჩამოთვლილი ეს საკითხები, ცოტა ხომ არ არის თქო 9 წლისთვის, როდესაც ვსაუბრობთ აი ამ პერიოდის სწორედ მმართველობის? იცით რა არის? შესაძლებელი იყო თუ რა უფრო მეტის გაკეთება? მთელი, ასე ვთქვათ, პრობლემა იმაშია, რომ განათლებას არ ყოფნის ერთი თუნდაც ეს საარჩევნო 4 წლიანი ციკლი. იმიტომ რომ განათლების რეფორმას ცოტა ხანგრძლივი სახე აქვს და გარდა ამისა ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაშია მოსალოდნელი შედეგი, იმიტომ რომ მან გარკვეული ციკლი უნდა გაიაროს, თუ ავიღებთ მაგალითად სრულ ზოგად განათლებას, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოიცავს, ხომ? აღარ ვამბობ ახლა თუ კი სულ ანუ თქვენი პოზიცია ასეთი, რომ ყველაფერი სწორად დაიწყო, თუმცა არასწორად განვითარდა. და შემდგომში უკვე ფაქტობრივად 2012 წლის შემდგომ მე პირადად მხოლოდ უკუსლას ვხედავ.
კი ბატონო, გასაგებია, შემდეგი საკითხები ვიცი რომ თქვენი სფერო არ არის, თუმცა აუცილებლად უნდა გითხოთ და მაინტერესებს რა პოზიცია აქვთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამ შემთხვევაში. პირველ რიგში მოდით სწორედ შექმნილი ეკონომიკური ვითარების შესახებ ძალიან მოკლედ რომ გითხრათ ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვთ პოლიტიკურ გუნდში და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ამაზეც მოკლედ გთხოვდით კომენტარს, გაზპრომთან ახალი ხელშეკრულება დაიდო, ახალი პირობებით და ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ? ყველა ექსპერტი, რასაც მე გავეცანი, გაზპრომთან მიმართებაში მიიჩნევს, რომ ეს იყო ფაქტობრივად საქართველოს პოლიტიკური კრახი და ეს იყო თან ისეთ პერიოდში, როცა საზოგადოების ყურადღება იქნა სხვა საკითხებისკენ გადატანილი და ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებით აქცენტები დასმული და შესაბამისად ყველა დარგის ექსპერტის შეფასებით და ამ შემთხვევაში მე ვერ შევედრებებად, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იყო პოლიტიკური კრახი. და ის რომ წინა ხელშეკრულება ნამდვილად, ასე ვთქვათ, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აყენებდა ქვეყანას, ვიდრე ამას იძლევა უკვე ეს ახალი ხელშეკრულება და ასე ვთქვათ, ის პირობები, რომლებზეც დაგვითახებს. რაც შეეხება მმართველი გუნდის გეგმას, იმისთვის რომ შექმნილი ეკონომიკური ვითარება და გამოიყვანოს ქვეყანა? ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ, დღეს ვიყავი ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც წუხილს გამოთქვამდნენ სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ძალიან სერიოზულად დააწვევა მოსახლეობას. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც ფაქტობრივად ემსახურება სწორედ საკრედიტო ხაზს და ისინიც კი მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ სარგებელს მოუტანს, ისინიც კი მიიჩნევენ, რომ ეს მძიმედ დააწვევა მოსახლეობას. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. იმედი გვაქვს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს მისთვის განკუთვნილ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე და ხშირად იქნებით ჩვენი სტუმრები. მადლობა მოწმეს. ნინო კუტაიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო ჩვენთან სტუდიაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე ამით გამშვიდობებით ნახვამდის.